გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. დღეს 2025 წლის 29 აპრილია. პირდაპირ ეთერში არის კომენტატორ რეკორდსმენის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, თბილისის საპატიო მოქალაქის ბატონ ჯამლეთ ხუხაშვილის სახელობის საავტორო სპორტული ტელეგადაცემა, რომლის წამყვანი ვარ მე, ჟურნალისტი თენგიზ ბაჭკორია. Წარვადგენ დღევანდელი გადაცემის სტუმრებს. საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი ვახტანგ მეიფარიანი, დიდი მადლობა ბატონო ვახტანგ რომ მობრძანდით. საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ბატონი ირაკლი ბართაია, დიდი მადლობა ბატონო ირაკლი რომ მობრძანდით. და ვეტერანი კალათბურთელი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა ნაკრების ყოფილი კალათბურთელი მიხეილ ხუხაშვილი, ბატონ ჯამლეთის ვაჟი. მიხეილ არის არაოლიმპიურ სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი ბოლო წლებში. დიდი მადლობა მიშა რომ მობრძანდით. რასაკვირველია გადაცემას დავიწყებთ ხელბურთის თემით, ყველა მიცის რომ რა იქნება, რა საინტერესო და პრინციპული და გადამწყვეტი მატჩი ჩატარდება 8 მაისს თბილისში, მაღლივ კოპროსთან მდებარე თბილისი არენაზე, მაგრამ ჯერ ბატონ ვახტანგს მინდა ვთხოვო, ვახტანგ მეიფარიანს მინდა ვთხოვო იმ შეკრებაზე და იმ ტურნირებზე, რომლებშიც მონაწილეობდა საქართველოს გოგონათა და ჭაბუკთა ნაკრებები, 15 წლამდელების ნაკრებები ესპანეთში დაახლოებით 1-10 დღე ბრძანდებოდით ბატონო ვახტანგ, მაგრამ სანამ ბატონი ვახტანგი დაიწყეს, კიდევ ერთხელ მინდა წარვადგინო ბატონო ვახტანგი უფრო ვრცლად. ბატონო ვახტანგი მთელი ცხოვრება თითქმის არის ხელბურთში, 80-იანი წლების ბოლოს დაიწყო მისი შესანიშნავი სპორტული კარიერა, 90-იან წლებში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, 91 წლიდან 2000 წლამდე თამაშობდა, იყო რამდენიმე რამალზის საქართველოს ჩემპიონი და ბოლო 4-5 წელი ბატონო ვახტანგი არის საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, მანამდე 2 ვადა იყავით ხელბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. აი ბატონო ვახტანგ, გთხოვთ, ესპანეთში ბრძანდებოდით, თქვენც იყავით ბოლო ეტაპზე ესპანეთში, კატალონიაში, საქართველოს გოგონათა და ჭაბუკთა ნაკრების შესახებ შეკრებები იყო, ტურნირები იყო, ბარსელონას აკადემიას ესწრონ, თუ შეიძლება და ფოტო-ვიდეო მასალაც გამოჩნდება. შემდეგ უკვე ეროვნულ ნაკრებზე. მოგესალმებით ბატონო თენგიზ, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დიახ, ჩვენი ახალგაზრდული ნაკრებები იყოფებოდნენ შეკრებაზე ჯერ და შემდეგ ჩაერთნენ ლორე-დე-მარის საერთაშორისო ტურნირში. ეს იყო გამოვიდა ორკვირიანი, ერთკვირიანი იყო შეკრება, შემდეგ ერთი კვირა იყო ტურნირი, ძალიან ნაყოფიერი და ძალიან კარგი იყო, გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ვახორციელებთ ახალ პროექტს, იცით, ჩვენ ამ პროექტის შესახებ ადრეც ვისაუბრეთ, ეს არის ტალანტების პროგრამა, რომელიც ხორციელდება 15 წლამდე ასაკის გოგონებში და ბიჭებში. მომავლის გუნდი. მომავლის გუნდი, დიახ, ესე დავარქვით პირობითად. ძალიან სიმბოლური სახელია და შინაარსი და სუხტი. და რაც თავარია, ამ გუნდის მზადებაში ჩართულები არიან ესპანეთის სპეციალისტები და ამ ბიჭების და გოგონების მზადება მიმდინარეობს საქართველოში ესპანური პროგრამით. ყოველი წელს კეთდება ესპანელები აკეთებენ ესპანურ პროგრამას, ამ პროგრამით მიდის ამ ბავშვების მომზადება, შემდეგ ტარდება კემპი, ასე ვთქვათ, ესპანეთში, იქ ხდება წინასათამაშო მომზადება და შემდეგ ერთვებიან ტურნირში. ძალიან კარგი ტურნირი იყო. ეს კატალონიაში. კატალონიაში. ბოდიში თქვენთან ზუსტად ახლო თქვენ ხედავთ კადრებში იმ ფოტოებს, რომელიც მოგვაწოდა ხელბურთის ფედერაციამ და მე ავიღე ჩუმად ბატონ ვახტანგის ნებართვით დელეგაციის წევრების Facebook გვერდებიდანაც ავიღე რამდენიმე გვერდიდან და ჯამურად ეს ის არის, სადაც ჭაბუკთა და გოგონათა ნაკრები ესპანეთში აპრილის შუა რიცხვებში. 18 აპრილს დაბრუნდით. კი ბატონო. დიახ. ერთი სულ ჩატარდა 7 თამაში ჩატარდა, ამხანაგური თამაშებიანად 10 თამაში გამოუვიდა, ძალიან საინტერესო იყო, გამომდინარე იქიდან რომ ბიჭებში იყო 24 გუნდი და გოგონებში 20 გუნდი ამ ტურნირში. დღეში 2 თამაში მიდიოდა და ძალიან ისე დატვირთული გრაფიკი ჰქონდათ. ჩვენებისთვის ახალი იყო ეს ამ გრაფიკში თამაში, ასე ვთქვათ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ გამოიჩინეს ძალიან თავი როგორც ბიჭებმა, ისე გოგონებმა, ძალიან დიდი ინტერესი
გამოჩნდა ესპანელი სპეციალისტების მხრიდან ჩვენი მოთამაშეების მიმართ გამომდინარე იქიდან რომ სულ რაღაც 2 წელია თითქმის 2 წლამდეა რაც ამ ბავშვებმა დაიწყეს მზადება ამ პროგრამით და ძალიან დიდი პროგრესი არის აღნიშნეს ესპანელებმაც ეს პროგრამა რა თქმა უნდა გრძელდება ეხლა აგვისტოს თვეში ისევ ჩამობრძანდებიან ესპანელი სპეციალისტები და შესაბამისი ახალი პროგრამა გაკეთდება რაც იქნება საჭირო და შემდეგ წელს კიდე იქნება ესპანური პროგრამი და შესაბამისი საკონტროლო თამაშები და ტურნირებში მონაწილეობით ეს ორივე გუნდი ემზადება 16 წლის რო გახდებიან 17 წლის რო გახდებიან ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატებისთვის მანამდე არის ორივე არის მოსამზადებელი ეტაპები და შესაბამისად იმიტომ ქვია ამათ მომავლის გუნდი რომ როგორც იცით ეროვნულმა ნაკრებმა გვასახელა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა და ერთი ნაბიჯიღა დაგვრჩა ეხლა 8 მაისს კი 5 საათზე როგორც თქვით საბერძნეთის ნაკრებთან ერთი ნაბიჯი დაგვრჩა ეს ცოტა მოგვიანებით კი ბატონო ამაზე მოგვიანებით დავუბრუნდეთ და გვინდა რომ გოგონებმა და ბიჭებმა ახალგაზრდული გუნდებიდანვე დავიწყოთ თქვა ფინალური ეტაპი უფრო მაღალი მიღწევებისთვის ვიბრძოლოთ. მე საიდუმლო ინფორმაცია ვიცი ბატონო ვახტანგ საერთაშორისო სპორტულმა დაზრომ მაცნობა რომ ვინც ახლა იყო ის გუნდი მომავლის გუნდი გოგონათა გუნდი 15 წლამდელების ვინც იყვნენ ესპანეთში კატალონიაში იმ გუნდიდან მგონი 3 გოგო არის კანდიდატი 19 წლამდელთა ნაკრებისში ჩვენ ნაკრების რომელიც ივლისის შუა რიცხვებში თელავში მიიღებს მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატში 19 წლამდელ გუნდებში კანდიდატები არიან ხო ასე ზუსტია ხო ეს ინფორმაცია კი ბატონო 4-5 გოგონაც არის შეიძლება 4 კი ბატონო 3 იყო მაგრამ 2-მა კიდე გამოიჩინა გვარები ხა ჯერ მაგრამ გაფართოებულ სიაში არიან და მე დიდი იმედი მაქვს რომ ეს ახალგაზრდა თაობა ჩვენი გოგონებიც ჩაერთვებიან 19 წლამდე გოგონათა ნაკრებში თელავში როგორც თქვით ჩატარდება ევროპის ჩემპიონატი 19 წლამდე გოგონათა შორის ეს საერთოდ დიდი მიღწევა რომ საქართველოს მისცეს ნება და უფლება ჩაატაროს 19 წლამდე გოგონათა ნაკრებების ჩემპიონატი ევროპის ეს არის შემთხვევით არ არის იმიტომ რომ ევროპის ხელბურთის ფედერაციამ გაითვალისწინა ის წინსვლა ის პროგრესი რომელიც აქვს საქართველოს ხელბურთის ფედერაციას ორგანიზაციული კუთხით საქართველოს ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებს განსაკუთრებით კი ბატონო სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თელავში არსებული სპორტული კომპლექსი ხარ რემონტდება და მოვა შესაბამისობაში იმ სტანდარტებთან რაც არის საჭირო რომ ევროპის ჩემპიონატი ჩატარდეს და ჩამოსული იყო კომისია ადგილზე ნახეს მაღალი შეფასება მისცეს ჩვენი სპორტულ კომპლექსს თელავში არის თელავის მუნიციპალიტეტი გვერდში გიდგას კახეთის გუბერნატორი და გუბერნიას გვერდში გიდგას და მე დარწმუნებული ვარ რომ ერთობლივად ჩვენ შევძლებთ რომ უმაღლეს დონეზე ჩავატარებთ ევროპის ჩემპიონატს და შესაბამისად წარმატებითაც ვიასპარეზებთ იმიტომ რომ გოგონების გუნდიც კარგი ყავს ძალიან მინდა ახლა გადაცემის რეჟისორმა გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა და ახლა მინდა გავაკეთო ერთი საყურადღებო განცხადება ბატონო ვახტანგ თქვენ ჩაერთვებით კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო 8 მაისს საღამოს 5 საათზე 17 საათზე თბილისში მაღლივ კორპუსთან მდებარე თბილისი არენაზე გაიმართება ხელბურთში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტი პრინციპული გადამწყვეტი მატჩი საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნულ მამაკაცთა ნაკრებებს შორის. გადამწყვეტი არის იმ კუთხით, რომ გამარჯვების შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, უნდა მოვიგოთ, საქართველოს ნაკრები მიიღებს უფლებას მეორეჯერ იასპარეზოს ევროპის ჩემპიონატზე. ევროპის ჩემპიონატი 26 წლის იანვარში გაიმართება. საღამოს 5 საათზე რატომ არის ეს მატჩი? ახლა მაყურებელი ბევრი შემეკითხება, ვინც არის ეს. იმიტომ რომ როგორც მე მაცნობის ხელბურთის ფედერაციიდან და ბატონმა ვახტანგმა დამიდასტურა საღამოს 5 საათზე იმიტომ არის ეს მატჩი 8 მაისს იმიტომ რომ მატჩის შემდეგ რამდენიმე საათში ჩვენი ნაკრები მიდის აეროპორტში გაფრინდება რიგაში რიგის იქ რამდენიმე საათი ჩერდება და რიგის შემდეგ პირდაპირ ისლანდიაში რეიკიავიკში რადგანაც 11 მაისს გვაქვს იქ ბოლო მატჩი საკვალიფიკაციო ეტაპის
და ისლანდიაში მისლა იოლი არ არის, ყველა ქალაქიდან და ყველა ქვეყნებიდან არ არის რეისები, ამიტომ ყველაზე კარგი კომფორტული იყო ერთი გადაждომით რიგის გავლით და რეისი ისე არის, რომ საღამოს უნდა გაფრინდე. მე 2 დღე არ არის რეისები, როგორც მე ვიცი და ამიტომ გადაწყდა რომ საღამოს 5 საათზე და ბატონმა ვახტანგმა დამიდასტურა ახლა, რომ დაასწრება არის უფასო, ესე იგი ბილეთი არ გჭირდებათ. ვისაც აქვს დრო და სურვილი, მოკიდეთ ხელით თქვენი ოჯახის წევრებს, შვილებს, ბიჭებს, გოგოებს, მეზობლებს, ნათესავებს და მობრძანდით და უქომაგეთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. ჩვენმა ნაკრებმა ბატონ ვახტანგმა შესანიშნავად იცის, მარტში 2 მატჩი მოიგო სახში ბოსნიასთან და გასვლა ბოსნიასთან. გასული წლის ნოემბერში პირველი მატჩი იყო საბერძნეთში და ბოლო წამებზე 4 წამით ადრე წავაგეთ 1 ბურთით. ამიტომ 8 მაისს აუცილებლად ჭირდება მოგება 1 ბურთიც გვაწყობს და ნოემბერში წავაგეთ ისლანდიას, რომელიც არის ფავორიტი ამ ჯგუფის და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა ხელბურთის კუთხით. და ბატონო ვახტანგ, თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა? ჩვენ ხომ გვაქვს რეალური შანსი რომ 8 მაისს დავამარცხოთ ესპანეთ? ამას გეკითხებით, ბოდიში საბერძნეთი, როგორც ხელბურთელს. ბატონო თეგის პირველ რიგში მინდა ვთქო ქართული ხელბურთის და ზოგადად სპორტის გულშემატკივარს და მაყურებელს რომ მობრძანდეს და ერთად ხარი დაუჭიროთ. 5 საათზე იწყება, 4 საათიდან ვიკრიბებით სპორტის სასახლეში, ახალ სპორტის სასახლეში, თბილისი არენაზე, უნივერსიტეტის ქუჩაზე. მიზეზი ვთქვით 5 საათზე რატომ არის, მაგრამ სხვა გზა არ ქონდა და ამიტომ ჩაინიშნა ამ საათზე, მაგრამ მე ვიცი დარწმუნებული ვარ რომ მობილიზაცია მოხდება ჩვენი მაყურებელის და ერთად გავიმარჯვებთ ჩვენი გულშემატკივრების დიდი ზეიმით და ერთად აღნიშნავთ ჩვენი ნაკრების მეორეჯერ ზედიზედ ისტორიულად ფინალურ ეტაპის საგზურის მოპოვებას. რაც შეეხება საბერძნეთის თამაშს, ძალიან დასანანი მარცხი განვიცადეთ, როგორც თქვით 4 წამით ადრე, მაგრამ პრეიყო და 4 წამით ადრე. ვიგებდით 4 ბურთს თელი თამაშის განმავლობაში, შემდეგ პრეიყო და ბოლო 4 წამში რაღაცა ფორტუნამ არ გაგვიმართლა, ასე ვთქვათ. ჩვენსკენ არ იყო ფორტუნა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ გულშემატკივრების მხარდაჭერით, ჩვენი ბიჭების მონდომებით ყველა ერთად ვიზეიმეთ გამარჯვებას და მე იმედი მაქვს ბატონო ამაყად გაემგზავრებიან ისლანდიაში. ისლანდიის გუნდი უკვე გასული არის შემდეგ ეტაპზე, ყველა თამაში მოგებული აქვს და პირველ ადგილზე არის და ჩვენ ამ მოგებით ვიკავებთ მეორე ადგილს ჯგუფში და შესაბამისად გავდივართ პირდაპირ ფინალურ ეტაპში და იქაც უკეთეს კალათაში ვიქნებით და უკეთეს შანსი გვექნება რომ ფინალურ ეტაპზეც წარმატებით ვიასპარეზოთ. ასე რომ კიდევ ერთხელ მოუწოდებ ყველას და დიდი მადლობა ერთად მოვიგოთ ეს თამაში. მე იმედი მაქვს ძვირფასო ტელემაყურებელ რადიოსმენელებო რომ 8 მაისს მინიმუმ 7000 მაყურებელი, 6-7000 უნდა იყოს. თუ ანშლაგი იქნა თლად უკეთესი ბიჭებისთვის 100000 კაცი ხო თავისუფალია დასწრება, შეგვიძლია რომ დავპატიჟოთ და ბიჭებისთვის დიდი მხარდაჭერა, დიდი სტიმულია მაყურებლების ეს მხარდაჭერა მატჩის დროს და თავარია რომ დროზე მოდით, სანამ დაიწყება მატჩი. მოთელვის დროს არის საჭირო და არა მეორე ტაიმის დასაწყისში. კი, საცობები არის, მაგრამ გთხოვთ ყველას 5 რომ დააგდება 15 წუთი ვიყოთ დარბაზში, რომ მოთელვის დროს გავამხნევოთ ჩვენი ბიჭები. მე ვიცი ჩვენი ბიჭების განწყობა, უმეტესობა როგორც იცით არიან ლეგიონერები, ევროპაში თამაშობენ. ჩამოდიან და ხუთში ყველა თბილისში იქნება უკვე. ყველა ჯამთელად არის, ყველა მონდომებული არის და მონატრებულები არიან ქართველი გულშემატკივრების გულშემატკივრობას და კიდევ ერთი გამარჯვებისთვის მზად არიან. დიდი მადლობა ბატონ ვახტანგ. მადლობა თქვენ. დიდი მადლობა. გაიხარეთ წარმატებები ჩვენ ეროვნულ ნაკრებს. დიდი მადლობა. ჩვენი გადაცემის მეორე სტუმარი არის საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ბატონი ირაკლი ბართაია. დიდი მადლობა ბატონი ირაკლი რომ მოგბრძანდით. პიროვნება რომელიც მთელი ცხოვრება არის სპორტში, წყალში ხტომა, მისი ოჯახის წევრებიც, მამამისიც თვითონაც და იმიტომ მოვიწვიეთ გადაცემაში ბატონი ირაკლი ბართაია, რომ ბოლო 1 თვის განმავლობაში ჩვენმა სპორტსმენებმა წყალში ხტომაში ფანტასტიკური შედეგები აჩვენეს რამდენიმე საერთაშორისო ტურნირში. ესე იგი ხორვატიაში იყო, შემდეგ იყო უნგრეთში და ბოლოს უკვე გერმანიაში დრეზდენში. ახლა კიდევ ერთხელ მე მინდა ვთქვა ახლა როცა ცუდ ხასიათზე ვარ ბატონო ირაკლი, 3 ფედერაციის გვერდზე შევდივარ.
Facebook ვერზე. ერთ-ერთი არის ხელბურთი, მეორე არის წყალში, მესამეს არ გეტყვით დღეს, იმიტომ რომ ისეთი პოზიტიური და საინტერესო და დადებითი და სასიხარულო ინფორმაციები არის განსაკუთრებით აი ეს ახალგაზრდების შედეგებზე, ახალგაზრდა სპორტსმენების შედეგებზე. და მინდა გთხოვოთ მე ბატონო ირაკლი, აი სამივე ქვეყანაში იყო ტურნირი. ესე იგი იყო ხორვატიაში, უნგრეთში და გერმანიაში. თქვენ როცა დაიწყებთ საუბარს, გამოჩნდება ფოტომასალა, ვიდეომასალა, რომელიც თქვენ მომაწოდეთ, თქვენი გვერდიდან ავიღე და თუ მე გთხოვთ იქ კადრებში რაღაცები ჩანს, მაგრამ ისეთი ფანტასტიკური შედეგი დადეს, რომ მე შემდეგ გადაცემებში 1-2 სპორტსმენი თქვენი რეკომენდაციით მინდა მოვიწვიო. შარშან ყავდა თეკლე შარია, მარიამ შანიძე, კიდევ 2 ბიჭი, რომელიც ცხომელიძე, ხო, ცხომელიძე და მეორე გვარი ახლა არ მახსოვს, წულუკიძე, ხო, რომელმაც ახლაც მაგარი შედეგი დადეს. გთხოვთ ბატონო ირაკლი. მოგესალმებით, მადლობა მინდა გითხრათ დაბატიჟებისთვის, კიდევ ხალხს უსვავრო. ეს გადაცემა თავისი ხანგრძლივობით, თავისი ფორმატით იძლევა საშუალებას, რომ რაღაც თემები გავშალოთ სპორტული და ვილაპარაკოთ და ყოველთვის სიამოვნო საქმოს, მაგრამ უპირველესი, ვისაც აქ მოდივარ, აგერ მიშა აგზის, მე მიშას თამაშებზე დავდიოდი თითოეულ ხუხაშვილის. ეს საიდუმლო ბატონ ჯავლეთთან ძალიან დიდი კვეთა მქონდა. გაანათლოს უფალმა, იმიტომ რომ ძალიან მიყვარდა, ძალიან მაფასებდა თვითონ, იმიტომ რომ პატარა ვიყავი მე რომ მოვედი სპორტში ასაკით და გვერდში სუით ჯამლეთ ხუხაშვილი. ბატონ ჯამლეთთან ერთად ჩვენ ერთობლივად პირდაპირ ეთერში დავამყარეთ რეკორდი. ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი თამაშები იყო თბილისში, წყალბურთში და მე და ბატონ ჯამლეტი 5 მატჩი ზედიზედ წავიყვანეთ. იქ პატარა სარეკლამო წვეტები კი იყო, მაგრამ 5 თამაში დაახლოებით 6 საათია. გასაგებია, ეს საინტერესო და ვიჯექი და ფეხს მომარტყავდა ხოლმე და რაღაც გასასწრება ძალიან და ძალიან აი ყოველთვის ესეთი ემოციით მოვდივარ ამ გადაცემაში. ბატონი ჯამლეთი მინდა გაგაცხოდინოთ დიდი, განსაკუთრებული, შეიძლება ითქვას, ოქროს ასოებით არის შესული ქართული სპორტის, ქართული კულტურის, ქართული საზოგადოების და უფრო მეცხრე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. ჯამლეთ ხუხაშვილი ოქროს ასოებით შევიდა ჩვენ საქართველოს სპორტის, კულტურის და საზოგადოების ისტორიაში. დიდი მადლობა მას. და შესანიშნავი სტუმარი ყავთ ბატონი ვახტანგი და აუცილებლად მინდა რომ ჩვენი გვერდში დგომა საწყისო სახეობის დაუდასტურო და ძალიან მიხარია რომ აი ბოლო წლებში ნამდვილად ეთყობა რომ ფედერაციას თავისი უამრავი პროექტები და ბატონ ვახტანგს ახსენა ეს მომავლის გუნდი. მომავლის გუნდი ყველა ნორმალურ ფედერაციაში ესეა, დღეს თუ ვიღაცას წარმატება, გუშინ იშრომა, გუშინ დაგეგმა და დღეს აქვს შედეგი და მინდა რომ წარმატებები ყველაფერთან ერთად იმ 8 მაისთან ერთად ჩვენ მაისში კი ვართ გამარჯვებული შეჩვეული. შეგაწყვეტინებთ ბატონ ირაკლი. ბატონ ვახტა ხომ ხედავთ არამატო წარმატებული სპორტსმენი და მწვრთნელია და მენეჯერი, რომელიც სერიოზული დონის დიპლომატია, ამხელა ჟესტები გააკეთა, ხოლმე არაფერი არ იშლება. ახლა გადავიდეთ უნგრეთზე, ხორვატია, უნგრეთი, გერმანია. მოგესალმებით, ჩვენი სპორტული კალენდარი საერთაშორისო ფედერაციის კალენდართან უნდა იყოს შესაბამისობაში და რადგან ყველაზე მთავარი შეჯიბრებები ევროპის ჩემპიონატები, სოფლიო ჩემპიონატები არის ზაფხულის პერიოდში, ჩვენ ბოლო შეჯიბრებებს, რომლითაც განისაზღვრება ნაკრების დონე უნდა დავინახოთ, რა შეუძლიათ შემდეგ იქ გასულ სპორტსმენებს ფინალურ ეტაპზე რა შეგვიძლია აპრილში ვაკეთებთ ხოლმე ყველა ასაკობრივ კატეგორიაში, ეს არის კადეტები, ახალგაზრდები და შემდეგ სინიორები. ყველაზე რთულ შეჯიბრებებზე ვაგრძელებთ საშუალებას, რომ მონაწილეობა მიიღონ. ზაგრებში იყო კადეტებისთვის ძალიან კარგი შეჯიბრი. ხორვატიაში, დიახ. ხორვატიაში ეს პირველად წავიდა ნაკრების წევრების უმეტესობა იყო დებიუტანტი და საერთო ჯამში ვერ გავყვები ყველას გვარს და სახელს 10 მედალი აიღეს ბავშვებმა, ერთი ოქროს, 2 ვერცხლის და 7 ბრინჯაოსი და ხორვატიაში. მე მინდა თქვა რომ საქართველოს თავი დაანახა რომ კარგი თაობა მოდის და ყველაზე ძალიან მე რაც მახარებს ეს ჩვენთან პრობლემა იყო ბოლო აი აწრეულებში რომ ქალთა სპორტი იყო ცოტა ნაკლებად და ამ მედლების უმეტესობა გოგონებმა აიღეს და
ახლა კი 6 პერსპექტიული ბავშვი მოდის ამასაკობრივ კატეგორიაში. ეს რომელი წლებია თუ შეიძლება? 5 არის გოგონა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ასაკი? ასაკი არის 13 წლამდე. ანუ იქაც არის დიფერენციაცია, მაგრამ ნუ კადეტები 13 წლამდეა. მერე შემდეგ უკვე ახალგაზრდების ორი კატეგორია იწყება 16 წლამდე, 19 წლამდე და გასაგებია. შემდეგ ამას მოყვა ერთ კვირაში ბუდაპეშტის საერთაშორისო ტურნირი, აქ უკვე სენიორთა ბოდიში თქვენ დაბრუნდით თუ პირდაპირ გადავიდით? მე მყავს ჩემი ასისტენტები და ზოგან დავდივარ, ზოგან ჩემი ასისტენტი მიდის. ესე ყველგან ვერიული, იმიტომ რომ რთული ის არის. ყველაზე მთავარი იყო რომ თორნიკე ონიკაშვილი, რომელიც ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამის ფარგლებში ვარჯიშობს გერმანიის ქალაქ როსტოკში, ოლიმპიურ ცენტრში. მას ჰქონდა ევროპის ჩემპიონატის წინ, რომელიც მაისში გაიმართება ბელეგში, ანტალიაში, თურქეთში. ბოლო საკონტროლო შეჯიბრი და კარგად გამოიჩინა თავისი მაქსიმალური შედეგი ამ სეზონისთვის დადო 292 ქულა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ეს არის უპრესტიჟულესი საერთაშორისო ტურნირი ბუდაპეშტში, სადაც ევროპის წამყვანი ქვეყნები იღებენ მონაწილეობას და ძალიან გასახარი იყო ეს შედეგი და მაგას ერთი კვირის შემდეგ მოყვა დრეზდენის ტრადიციული ახალგაზრდებს შორის სუპერ ტურნირის ეძახიან, რომ ყველა ტოპ გუნდი თუ რამე არსებობს ევროპის პლუს დამატებული წარმატებული ქვეყნები არაევროპული. კი, ავსტრალია, კანადა, ეს ქვეყნებიც იყვნენ, ახალი ზელანდია და კიდე სულ 21 ქვეყანა იყო. მთელი სოფლიო იყო წარმოებული. კი, რომ ჩინელები და რუსები არ არიან, იმიტომ რომ დისკვალიფიცირებული არიან, იცით და ყველანი იყვნენ და ჩვენ პირველად შევძელით ამ შეჯიბრებაზე ტოპ გუნდების ჩაჩოშება. დღეს ევროპაში რუსების გამოკლებით 5 ტოპ გუნდია, ასე ვთქვათ. ეს არის გერმანიის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის და ესპანეთის გუნდები და ჩვენ შევძელით რომ ორივე დისციპლინაში სინქრონული ხტომები წყვილად რო ხტუნაობენ. გოგონებში ბრინჯაოს მედალი ავიღეთ, ბიჭებში ავიღეთ 19 წლამდელ ასაკში. გოგონებში ვენა იყო? თეკლა შარიამ და მარიამ. ეს მივიცი, მაგრამ მინდოდა თქვენ რომ გეთქვათ, დიახ. კი, ძალიან დიდი სენსაცია იყო, თქვენ გამოგიგზავნეთ კიდევ ვიდეო, ეს ემოციები, იმიტომ არავინ არ ელოდა ინგლისს, დიდ ბრიტანეთს, რომელიც ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა. მოუგეთ და ყველაზე მთავარი ის იყო, რომ წინა წლის სოფლიო ჩემპიონატის მესამე პრიზიორი და ევროპის ჩემპიონი გერმანიის ნაკრების დავამარცხეთ და ძალიან გაკურებული იყვნენ, რომ ფაქტიურად ახლა ევროპის ჩემპიონატი იყო წინა წლის ზაფხულში, სოფლიო ჩემპიონატი ბრაზილიაში იყო დეკემბერში და 3 თვე გავიდა, 4 თვე და უკვე შევძელით მათი დამარცხება და იმედი გვაქვს. ბიჭებში ვინა იყო მედლები? ბიჭებში მედლები არ აგვიღეთ, მე-4 ადგილი ავიღეთ, მაგრამ უნდა ხაზი გაუსვათ ემას, რომ ეს იყო 19 წლამდელთა ასაკში და ცხომელიძე არის 15 წლის და წულუკიძე არის 16-ის. და 19-იანებში მე-4. ხო, ნუ ფაქტიურად ჩამოყალიბებულ ბიჭებს ეჭირებოდნენ რა 18 წლის. ამ ასაკში დიდი მნიშვნელობა აქვს სხვაობას. დიდ ასაკში ამდენი სხვაობა არ არის, მაგრამ აქ 3-4 წლით ეს დიდი სხვაობა არის. და რა მინდა ვთქვა, რომ ამ მასაკობრივ კატეგორიაში ძალიან კარგი გუნდი შეიკრა, 3 გოგო და 3 ბიჭი. მარიამ ბოლქვაძეა ძალიან პერსპექტიული ბავშვი, ისიც ყავდა, პირველად მიიღო ესე დიდ შეჯიბრებებში მონაწილეობა, სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული და პრიზიორი და რა მინდა ვთქვა, რომ 3 ბიჭი ყავს ამ მასაკობრივ კატეგორიაში წარმატებული, 3 გოგო და უკვე ხედავთ, რომ ეს ტოპ გუნდებიც უკვე გვიყურებენ უკვე სხვა თვალით, უკვე არ აღვიქვამდნენ ადრე კონკურენტებად, ეხლა უკვე რომ დავამარცხეთ დიდი ბრიტანეთი ორჯერ, შვედეთი, გერმანია, იტალია. და დიდი თვალებით გიყურებთ. ხო, ნუ არავის არ ჯერა მართლა, რომ აი რესურსი არის. ბატონი, აი პატარა ფაქტს მოგიყვებით რა. შეჯიბრება რომ მორჩა გერმანელებს ჰქონდათ დრეზდენში მთლიანი ფედერაციას და იმასაკოვრი კატეგორიის ცნელებს, მენეჯერებს, ექიმებს რაღაცა საერთო კრება, რომელიც იყო დაახლოებით აი კალათბურთის დარბაზზე ცოტა პატარა დარბაზი რო აიყოთ რა. დიახ. იქ და მე იქ დავტოვე ჩანთა რუგზაკი ეგრეთ წოდებული და წამოსაღებად რომ მივედი ეს რა ვიცოდი რომ კრება იყო და რომ შევაღე ადგილი არ იყო, იმდენი ხალხი იყო და ეხლა ჩვენი რესურსი ძალიან პატარაა და ისინი იმათაც კარგად იციან რა რესურსით ვეჭიდავებით, ასე ვთქვათ და ხანდახან გამოგდის ხოლმე მათი დამარცხება. აქ ტოპ გუნდებზეა ლაპარაკი, რომ საშუალო ევროპულ გუნდებთან ჩვენ ინტერესიც აღარ დაგვრჩა, რომ იქ შევეჯიბროთ, იმიტომ რომ ვიცით რომ მოუგებთ. ჩვენ იმიტომ გიხარია, რომ მან შეგვიძლია რომ რაღაც კონკურენცია გავწიოთ.
და მე ტრადიციულად გეკითხებიან ბატონო ირაკლი, რამდენი სპორტსმენი მონაწილეობს, რამდენი სპორტსმენი ყავთ წყალში ხტომაში, რამდენი ვარჯიშობს და მე არჯერთ თქვენ რას პასუხობთ, რამდენი სპორტსმენი ყავთ წყალში ხტომაში, ყველა ასაკობრივ საქართველოში არის ერთადერთი ვაკის სპეციალური აუზი, ძველი, რომელიც რეკონსტრუქცია და მადლობა მითხრა მესვეურებს, რომ საშუალებას მაძლევენ, რომ იქ ვივარჯიშოთ. არის მე და ჩემი ორი ასისტენტი და მამაჩემი, ანუ 4 მწვრთნელი, სპეციალისტი, სულ თლიან რესპუბლიკაში და სულ 20 ბავშვი, ოღონდ ყველა სპორტული მიმართულებით და არაჯანმრთელობის მიმართულებით, ეს არ არის სპორტი, პროფესიონალური სპორტი. სურვა ეგეთი და წყალში ხტომა ცოტა რთული სპორტია და სულ 20 ბავშვი ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ერთად. რთული, ამეთ საშიშიც არის ამ რაღაცა კუთხე. ექსტრემალურ სახეობაში ერთ-ერთია, რომელიც ესე იგი 20 ახალგაზრდა არის ჩართული პროფესიონალურად. ახალგაზრდა, ძველგაზრდაც და პატარა. პროფესიონალურად 20 წყალში ხტომა. 20. უცხოელად ჯერათ ამ ინფორმაციის? არ ვიცი მე თქვენთვის ალბათ მომიყოლია რომ ჩვენ ევროპის და სოფლიო ფედერაცია გვავსებინებს რაღაც კურსს, ანკეტას, სადაც უნდა ჩვენი რაღაც ბაზებზე, იმეებზე დავწეროთ და ინფორმაცია. ხანდახან არის ხოლმე რომ სპორტსმენების რაოდენობის გრაფის წინ არის ხოლმე კლუბების რაოდენობა და იქ წერე 1 და აქ წერე 20 და შეიძლება ეჭვი შეიტანოთ რომ ინგლისური არ ვიცი შესაბამისად მაგრამ სერანდურში იცი ფაქტი ეგ არის რომ ეს არის არ ჯერათ რომ 20 სპორტსმენია და ერთი კლუბის რესურსია რა და იქ სოფლიო ჩემპიონატზე შარშენ თქვენ რომ ახსენეთ ბრაზილიაში ტოპ 5-ულში თუ 10-ულში მოხდით. მეცხრეები იყვნენ, მაშინ საერთოდ 14 და 15 წლის იყვნენ ეს ბიჭები. 10-ულში 19 წლამდელებში ვიყავით მეცხრე. ხო. 54 ქვეყანაში და საერთოდ სოფლიო ფედერაციის წარმომადგენელი დღემდე არ იჯერებს, რომ ხა ეგრე შეიძლება მოხდეს, იმიტომ რომ ფაქტიურად ძალიან ძნელია მასეთი რაოდენობით რა. აი ჩვენა სპორტსმენების რაოდენობა ყავს ტოპ ქვეყნებს 0 უნდა მიუმატო და იმდენი ცნელი და კლუბი ყავს და ეხა ხო არის ეხა რესურსი სელექცია. თქვენი მიზანი არის რომ რამდენიმე ჩვენი სპორტსმენი მოხდეს 28 წლის 2028 წლის ოლიმპიურ თამაშებზე. არის ამის შანსი ლიცენზია. რა თქმა უნდა ეს ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამა რომელთაც თორნიკე ონიკაშვილი გერმანიაში უკვე წელიწად ნახევარი ვარჯიშობს ეს პროგრამა ჩვენ და გერმანელ სპეციალებთან ერთად შედგენილია იმისკენ რომ სოფლიო თასი იქნება ლოს-ანჯელესში 2028 წელს ოლიმპიადიდან 5 თვით ადრე და იქ უნდა მან მოიპოვოს ეს ოლიმპიური ლიცენზია და ეგ პროგრამა მაგისტრის შედგა და კარგია რომ სოფლიო ფედერაცია ყველანაირ ფინანსებს გაიღებს იმისთვის რომ თორნიკე მოემზადოს, იმიტომ რომ თორნიკე არის სოფლიო უნივერსიადის ჩინეთში ჩატარდა იმის ბრინჯაოს პრიზიორი და იმის შემდეგ გახსნეს ეს ფანჯარა რომ დაგვეხმარონ ფინანსურად იციან რომ ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული რომ კარგ აუზზე და კაი სპეციალისტთან ერთად მოემზადოს. ასევე მე არ გამოურიცხავ რომ თეკლა შარიას აქვს ოლიმპიური პროგრამა სირთულის იმის დახვეწაზე მუშაობთ ახლა და კიდევ არის დრო შესაბამისი და ნახავთ როგორ იქნება გოგონებში. თეკლა შარია ჩვენ ყავდა გადაცემაში მარიამ შანიძესთან ერთად. თეკლა წარმოშობით გალიდან არის, დევნილთა ოჯახშია გაზრდილი და თეკლა შარიას და მარიამ შანიძეს ძალიან კარგად ვიცნობ თვალყურადენები იმ ბიჭებსაც და მინდა ყველას თქვენ სპორტსმენს იმ 20-ვეს ხო 20 სპორტსმენს და ცნელებს დიდი მადლობა და სპორტსმენებს ერთი რაღაცა მინდა დავამატო რა ხან თქვენ მითხარით და ოლიმპიურ მიმართულებაზე გადავედით ეგ ყველაზე მაღალი ლეველია ასეთ სპორტში ხო ფეხბურთში შეიძლება არა მაგრამ ზოგადად დანარჩენ სპორტში ოლიმპიადა ძალიან პრესტიჟული პირველად საქართველოს ისტორიაში ჩემი ყოფილი სპორტსმენი რომელიც ახლა საერთაშორისო კატეგორიის საჯია ზუსტად რეიტინგით პირველი იყო ჭანტურია ჭოლა ბრაზილიაში უნივერსიტეტ სოფლიოზე იყო პირველი რეიტინგით მას მიეცა საშუალება რომ სინგაპურში სოფლიო ჩემპიონატი უფროსებშია იმსაჯოს ეს ნიშნავს რომ პირველი ქართველი იქნება რომ სოფლიო ჩემპიონატს თუ მსაჯობთ ხო ოლიმპიურ ციკლში დიდი ალბათობით 99%-ით ოლიმპიადაზე იმსაჯებ და ესე ჩვენი გამარჯვება იქნება, იმიტომ რომ მსაჯების რაც ქულობრივია ჩვენთან ქულის დაწერა და
როცა ყავს შენი მსაჯი უფრო ავტორიტეტი ყველანაირად, დიახ. გადაცემაშიც ყავდა ჩვენ ჭოლა და მსაჯი რომ არის სოფლიო ჩემპიონატზე, უკვე სხვა ქვეყნის მსაჯები ნაკლებად გაბედავენ რომ შენი ქვეყნის სპორტსმენის ბატონო, აქ არის მატჩი სოფლიო ჩემპიონატი არის, აი უკვე იქამდეა საქმე მისული, რომ ერთი ნაბიჯია ოლიმპიადაზე და თქვენ იცით რომ ჩვენ ოლიმპიური დელეგაცია როცა მიდის ოლიმპიადაზე დავუშვათ 28 სპორტსმენი ყავს 30 35 ხო მსაჯთა კორპუსი არ არის მაგხელა 3-4-5 ხო ესეც გასაძლიერებელი თემაა ახლა ზოგადად ოლიმპიურ მოძრაობაში იმიტომ რომ მსაჯი ძალიან დიდი რაღაცაა ხო ჩვენი წარმატებისთვის კი ძალიან დიდი მადლობა ჭოლას მე ცალკე დავპატიჟებთ სოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ალბათ დიდი მადლობა მაგარი ბიჭია და ძალიან წარმატებული პატარა ასაკშივე საჯობისთვის ახლა 27 წლის არის და ხო დიდი მადლობა ირაკლი გავაგრძელებ ჩვენ გადაცემას კიდევ ერთხელ გავიმეორებ პირდაპირ ეთერში არის კომენტატორ რეკორდსმენი საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის თბილისის საპატიო მოქალაქის ბატონ ჯამლეთ ხუხაშვილის სახელობის საავტორო სპორტული ტელეგადაცემა რომლის წამყვანი ვარ მე ჟურნალისტი თენგიზ პაჭკური ახლა მინდა წარმოვადგინოთ ჩვენი გადაცემის მესამე სტუმარი მიხეილ ხუხაშვილი ბატონო მიშა დიდი მადლობა რომ მობრძანდით მიხეილ ხუხაშვილი არის ვეტერანი კალაბურთელი 80-იან წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი 84 წელს საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა ნაკრების წევრი კი არა კაპიტანი იყო იმ ნაკრებისა რომელიც 1980 წელს ჩეხოსლოვაკია იყო იმ დროს ახლა ჩეხეთის სლოვაკეთი ჩეხოსლოვაკიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე იმ ნაკრებმა დაიკავა პირველი ადგილი და იმ ნაკრების კაპიტანი საბჭოთა იმპერიის საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი იყო მიხეილ ხუხაშვილი და სხვათა შორის მე ვიცოდი, მაგრამ დღეს რომ შევეკითხე გადაცემის დაწყებამდე ახლაც მინდა შევეკითხო. როგორ აგირჩიეს მე, როგორ იყო კაპიტნად არის ამდენიმე ვარიანტი დანიშნეს. პირველი მწვრთნელის გადაწყვეტილებით ხდება, მეორე ვარიანტი რომ ბიჭები, გუნდელები ითხოვენ გუნდურ სახეობაში და კიდევ ალბათ სხვა ვარიანტებიც არის, მაგრამ თქვენ შემთხვევაში ამით დავიწყოთ. მიშა მე ცოტა თქვენი ჭაბუკობის პერიოდს და მე უკვე გადავალთ მეორე თემაზე, რომელიც ეხება თქვენ დღევანდელ მოღვაწეობას, არაოლიმპიურ სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტის პოზიციას. ახლა დავიწყოთ აი ამ კალაბურთით 84 წელს თქვენ ხართ იმდროინდელ ჩეხოსლოვაკიაში ევროპის ჩემპიონატზე საბჭოთა კავშირის 16 წლამდე ნაკრების კაპიტანი ხართ და თქვენთან ერთად იყო დათო თორთლაძე და ამბროსი ორმოცაძე. და კაპიტნად როგორ აგირჩიეს ეს მწვრთნელმა გადაწყვიტა? მოყვები ამას პირველ რიგში მადლობა თენგო რომ მოიწვიეს უყველა მარტო მე არა აი ადამიანები ძალიან მიხარია რომ მამაჩემის საქმე გრძელდება. აი ესე ლამაზად აკეთებ თენგო ყველაფერს და ლამაზად ცდილობთ. ხო, რო ცდილობთ, გულით რო ცდილობთ, აუცილებლად გამოგივა და გამოგდის კიდევაც და მადლობელი ვარ შენი პირადად შენი მადლობელი ვარ რომ ესეც მოღვაწეობას აგრძელებ. დიდი მადლობა. კიდე მინდა აღვნიშნო აი ჩვენი სტუმრები ხა მე არ ავთვლი რომ მე აქ სტუმარი ვარ თენგო მეც რაღაც ერთ-ერთი მასპინძელი პატარა მასპინძელი მინდა ბატონი ვახტანგი მე არ ვიცნობდი ბატონ ვახტანგს ახლოს არ ვიცოდი ისე რომ პრეზიდენტია მაგრამ არ ვიცოდი დიდი სიამოვნებაა მადლობა რომ გავიცანით დღეს ირაკლიში ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს და დათო თორთლაძე რომელიც ახსენეთ ჩემი მეზობელია გრიგორედოზე მე თაწვიდელი ვარ სოლოლაკელი ხო ეგ არის რა ვიცი ესეთი რაღაცები რომ მესმის რომ აი საქართველოს სპორტი არის ეხა და წარმატებული აი რენესანსია კი ნამდვილად აი ყველაფერში რაც გინდას აიღე რა სახეობაში უდიდესი შედეგები და უდიდესი სიხარული არ არსებობს სახეობა სადაც ჩვენ რაღაცა წვრილი არ გავაკეთეთ და ისეთი წვრილი კი არა რაღაცა მოიგო სკოლის ჩემპიონატი ან რაიონის არა სერიოზული ტურნირი ევროპაზე სოფლიო ჩემპიონატზე ოლიმპიადაზე არ ვიცი რა ვიცი სასწაულია დაემთხვა ეს ყველაფერი აი ამ ეპოქას დაემთხვა ჩვენ გავიარეთ ახლა ბატონო ვახტანგით ჩემხელა ირაკლიც ახლა ცოტა ჩემზე პატარა რთული პერიოდი 90-იანი გავიარეთ 90-იანი წლები სადაც ეს იყო მოსანატრებელი რაღაცა იმიტომ რომ ჩვენად ჩუქი ქონდა არც წყალი ქონდა არც არაფერი არ ქონდა ფეხი დავდიოდი სად იყო მაშინ მანქანები და ამდენი ავტობუსები სად იყო და ბენზინი არ იყო მაშინ მაგრამ აი ესეთი აი აქამდე მოვედი და ეს უკვე
ახალმა ადამიანებმა, ახალმა სპორტსმენებმა ესე აიტაცეს ეს დრო და აი ესე წინ წაციეს რა. დიდი სიხარული, დიდი შრომა, დიდი სიხარული. რა თქმა უნდა და მარტო სპორტსმენების არა, იქ რო შენ ბასენში წყალი გქონდეს, ვიცე-პრეზიდენტმა, პრეზიდენტმა უნდა დაურეკოს მეორე ვიცე-პრეზიდენტს იქ წყალი ჩაგისხარ მაპატიეთ ამ ეგეთ რაღაც. როცა დარბაზში შენ გათბობა არა გაქვს, ხელბურთში უნდა გქონდეს ხელბურთის გათბობა, ეს ყველაფერი ეხება ორგანიზაციასა და სპორტსმენი ამას ვერ მოაგვარებს. იოლი არ არის. არა, სასწაული შრომა მე ვიცი. მე 45 წელია კალათბურთში ვარ და ამას ვეჯახებოდი მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში. ეხლა რას ეხება ჩემს 84 წელი. 84 წელში დაუბრუნდით ეხლა. ვართ ეხა ჩეხოსლოვაკიაში წავედით, მოსკოვში იყო ჩვენი სბორები, ხო, ჩვენი შეკრება იქ ტარდებოდა ხოლმე საქართველოს საბჭოთა კავშირის ნაკრების შეკრებები. იყო ეგეთი სასტუმრო სპორტი, ალბათ გახსოვთ, იმაზე პროსპექტ ლენინაზე იყო და იქ ტარდებოდა ეს შეხება. ჩეხოსლოვაკიის როცანამ წავიდოთ ჩეხოსლოვაკიაზე, ჩატარდა ეს შეკრება და უნდა აერჩიათ კაპიტანი. 16 წლამდელთან ნაკრების კაპიტანი. ეხლა ყველა კარგად თამაშობდით ქართველები, მეც, დათო თორთლაძეც და ამბროსი ორმოცაძეც დიდი მომავალი და რა ვიცი, პერსპექტიულები ვიყავით და მოკლედ ვიფიქრეთ, ვილაპარაკეთ ერთმანეთში და ეხლა ბოდიში იმ დროს კარნიშოვასი იყო ლატვიის ძალიან მაგარი კალათბურთელი, ახლა პრეზიდენტია. ეხლა ლატვიის პრეზიდენტია არტურას მიგრენიქსი იყო ეგეთი მოთამაშე, ჩვენთან იყო ნაკრებში და მოკლედ ჩვენ გადავწყვიტეთ სამივე ქართველებმა გადავწყვიტეთ რომ კაპიტანი უნდა ვიყო მე და მე ეს ვინც იყვნენ ბიჭები დანარჩენი ამ ხარი დაგიჭერეს ამ ნაკრებში ხარი ისე არ დაგიჭერნენ ხო დამსახურება უნდა იყოს დამსახურება ცოტა უნდა ის მიგეწოლა ცოტა უნდა შეგეშინო დამსახურება სპორტული და ადამიანური კი ბატონო და ესე ამირჩიეს კაპიტნად და უდიდესი წოდება იყო მაშინ საბჭოთა კავშირის კაპიტნობა ფაქტურად მოთამაშეებს ძნელი ხარ, თუმცა თენგო მე რო ამირჩიეს ჩვენი ძნელები არ იყვნენ მაინდა-მაინც კმაყოფილები. ამით. იმიტომ სხვა კანდიდატი რო ყავდათ მოსკოვის გუნდებიდან, ლენინგრადიდან. აი ეგ არის, ხო, ლენინგრადიდან ვიღაცები ყავდათ, ეხა არიან ის ბიჭები არის სერგეი ანციპოვ, რომელიც არის რუსეთში არის კალათბურთის, მე მგონი რომელიღაცა დეპარტამენტის უფროსი ეგეც იყო. ეგ იყო იმათი რუსების ლატვიელები იყვნენ. ლიტველები, უკრაინელები, მოლდოველები, უზბეკები, არ ვიცი, სასწაულად. ესე იგი თქვენ გახდით კაპიტანი ჩეხოსლოვაკიაში, გახდით ჩემპიონი. ჩეხოსლოვაკიაში ჩავედით, ეხლა ჩვენთვის პირველი გასვლა იყო ესეც 84 წელია. ჯერო დავინახეთ ეს მანქანები რო დავინახეთ. სხვა სამყარო. აი მე მეთქი სადავარ სამწუხაროს რა არის აუბედრო. ჩავედით 84 წელს, იქ რაღაც ეს გაკვირვება, მე შევხვდით იქ ჩეხოსლოვაკიის ნაკრებს პირველი მქონდა ამხანაგური შეხვედრა, მოუგეთ 28 ქულა. გავანადგურეთ ჩეხოსლოვაკია არ მოელოდნენ და მე მოვიგეთ იქ იყო სლოვენიის ნაკრები, იუგოსლავიის. ყველა მიყოლებით. კი, ფინალში შევხვდით იმას საფრანგეთს. ფინალში შევხვდით საფრანგეთს და იქ გავაკეთე მე 18 ქულა, თუ სწორედ მახსოვს რა და ჩვენ გადავამოწმებთ საერთაშორისო სპორტულ დაზვერვის ბაზაში გადავამოწმებთ ამას 18 თუ 17 იყო მაგრამ თქვენი იყო ყველაზე მეტი ქულა გააკეთა. კი, MVP ვიყავი იმ თამაშის და საუკეთესო და მე იყო სამქულიანების შეჯიბრი როგორც ეხლა არის. ბოდიში თქვენთან ახლა ტელემაღრულის ვეტყვი. სამქულიანებს რატომ ამბობს? სამქულიანები ევროპაში ოფიციალურად შემოვიდა ზუსტად 1984 წელს. მანამდე იყო მარტო NBA-ში 78 წლიდან, 1978 წლიდან, მანამდე იყო ამერიკის სხვადასხვა სამოყვარულო ლიგებში, მაგრამ NBA-ში 78-დან და 84-ში შემოვიდა საბჭოთა კავშირში, ევროპაში და ზუსტად თქვენ სამქულიანებიში გაიმარჯვეთ. კი, 84-ში გავიმარჯვეთ ჩეხოსლოვაკიაში. ცალკე ტურნირი იყო, ხო, შეჯერეს. კი, აი როგორც ახლა NBA-ში და საერთოდ ტარდება ეს ტურნირები, გავიმარჯვე რა, იქ პრიზი მომცეს, რაღაც $10,000 თუ მაშინ 1000. ერთი წამით ერთი ამ წერტილიდან უფრო დეტალურად. ესე იგი თქვენ გადმოგცეს პრემია. აი მე მოგიყვება. აი ეს მომიყევით ახლა. სად წავიდა ეს პრემია? ეგ $10,000 პრემია მეკუთვნის.
ველოდები და ეხლა მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და ფულს ვინ მოგცემს და რომ მაძლევენ ამ კონვერტს რომ მაძლევენ მოვიდა ჩვენთან იყო გუნჩი კაკების აგენტი ვიღაცა და თანამშრომელი და გამომართვა ესა და ესო შენ მერე დაგელაპარაკები თორა მშვიდობის პონჩი აი მეთქი რა ეხლა რა ვქნა ეხლა მერე დამელაპარაკები რა უნდა მეკრა 14 წლის 15 წლის ბიჭი ვარ და თან მაშინ გული გვისკდება ჩვენ რა რაღაც არ დავაშავოთ რომ არ გაგვაგდონ ხო და მივედით სასტუმროში ეხლა ვზივარ და ეხლა გახარებულები ვართ მე დათო და ის სოროკას ვეძახით ამბოლსი 50-ზე ეხლა $10,000 პრემია გაიყოფთ ხო $10,000 ჯავარ თბილისში ერთი მანქანაზე ჩვენთან ახლა მაყურებლებს ვეთყი იმ დროს იმ დროინდელი $10,000 დღევანდელ ალბათ 50 წუთი მეტი უფრო მეტიც თავისი შესყიდვის საშუალებით ხო დამიძახეს და ბიჭები მაცილები მიდი მიშაო გენაცვალე გელოდებითო ეხა შევდივარ და მაძლევენ პარკს რა და მე მგონია რომ ამ პარკში დევს ეს ფული და ისეთი მძიმეა რომ მივხვდი რომ ფული მოვდივარ თან ცხენია რომ ჩავიხედო გაიგე ეს ტრენერმა რომ მითხრა რომ აი ესა შენი პრიზი დაიღო მწვნელმა რომ მითხრა მოვედი ნომერში და ბიჭები დამესინენ და ხსნის ის დათო თორთლას შეხედეო რა ანანასის კომპოტი მაჭიქეს ალბათ $10,000 ღირდა ის $10,000 ესო ძმაო შენი არ არისო რა ეს არისო სახელმწიფოსიო და მშვიდობის პონჩი ხო პონჩი ეგრე იყო ვითომ მშვიდობის პონჩმა რეალურად სად მიდიოდა ეს ხო გასაგებია ესე იგი თქვენ გახდით ევროპის ჩემპიონი U16-ში 16 წლამდელებს შორის შემდეგ თქვენ თბილისის დინამოს დუბლებში იყავით როგორ იყო ეს თბილისის დინამოს დუბლებში ვიყავით ცოტა ხანი იმიტომ რომ მე მოვყევი ძალიან ისეთ ძლიერ ავარიაში ცუდ ავარიაში და დაახლოებით 3-4 წელი ვიყავი გამოტიშული სპორტიდან არ შეგეძლო საერთოდ არა ტრამვა მივიღე სასწაული და მერე დუბლებიდან რო წამოვედი ეს ამ იმის მერე ტრამვის შემდეგ მერე შევქმნით მე და მამაჩემო შევქმნით კლუბი მაკაბი ეს იყო 1992 წელს იყო კლუბი მაკაბი და ეს კლუბი მაკაბი იყო ერთადერთი სოფლიოში რომელიც იყო არა ისრაელში აჰა ისრაელის ფარგლებს გარეთ მარტო საქართველოში ეკუთვნოდა ქართველ ებრაელებს ეკუთვნოდა კალადურცის გუნდი იყო მარტო მან და მარტო საქართველოში იყო და მაკაბი თელ-ავივ მაკაბი თბილისი მაკაბი თბილისი მე ჯამჯას ვეუბნებოდი მამაჩემს ვეუბნებოდი რომ მაკაბი თელ-ავია ხო არ დავარქვა მაინც გავს მეთქი მაკაბი თელ-ავი ეს გუნდი საქართველოს ჩემპიონატშიც მონაწილეობდა მაკაბიადაზეც გადიოდა ჩვენ საერთაშორისო ევროპის ჩემპიონები ვართ მაკაბიადებზე თენგო აჰა ჩვენ მოვიგეთ ევროპის ჩემპიონატი მაკაბის ევროპის ჩემპიონატი მაკაბის სოფლიო ევროპის მაკაბები ჩავედით იმაში და მოვიგეთ ევროპის ჩემპიონები გავხდით არ ვიცი რა ეგეთი ისტორია იქ $10,000 არ მოუწია არა აქ გადავიხადეთ ჩვენ პირიქით იქ საწევროს რომ იყო ბარაცილე ამ კლუბში ყველაზე მაგარი ის იყო რომ ძალიან პერსპექტიული სპორტსმენების აღმოჩენა ხდებოდა და განვითარება და შერმადინის შერმადინი ხომ იქ ავარჯიშებდით თქვენ მარტო შერმადინი არა ეხა ვოვა სტეპანიას მამაჩემის გაზრდილია ნუ შერმადინი ხო ყველა მიცის თავიდან ბოლომდე ხო მან ჩვენთან მოდიოდა თოკო ეს შენგელია ვარჯიშობდა ჩვენთან პატარა დარბაზში ირაკლი ხო პატარა რომ იყო ხო ეს სპორტის სასახლის სარდაფში იყო ეს სარდაფში სადაც ზაფხულში გრილა და ზამთარში თბილა არც გაცობა გინდა რა არც კონდიციონერი არაფერი არ გინდა აბსოლუტურად და ისეთ ზვაკაცურად გვიდგებიან ამ სპორტის სასახლის ხელმძღვანელობა დიდი მადლობა უნდა უთხრა და ყოველდღე ურეკავ და ვეუბნები დიდი მადლობა იმიტომ რომ უკვე 25 წელია მან დავართ უკვე გამოიდგინე 25 ესე იგი ის მაკაბიში ვარჯიშობდა გიორგი შერმადინი ვოვა სტეპანია თორნიკე ვარჯიშობდა ახალგაზრდა რომ იყო ხო სროლა სწავლობდა ნუ ვინც გინდა აიღეთ ახლა ვიქტორ სანიკიძე მოდიოდა ხანდახან ჩვენთან არ ვიცი კი გასაგებია ახლა რა მაინტერესებს მიშა გენაცვალე თქვენ
ეს გასაგებია ძალიან საინტერესოა და შეიძლება მთელი წიგნი და ბროშურა დაიწეროს თქვენი ჩეხოსლოვაკიაში იმ დროინდელ ჩეხოსლოვაკიაში 90 წელს ყოფნის პერიოდში სხვადასხვა პერიოდებზე მაგრამ არა ოლიმპიურ სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი ხართ ვიცი რომ შემოდგომაზე რაღაცა ფესტივალი ტარდება ამის შესახებ თუ შეიძლება და მე გადაცემაც იწურება ხო კი შემოდგომაზე ჩვენ ვფიქრობთ რომ ჩავატაროთ დიდი ფესტივალი ჩვენ ფედერაციაში შემოდის დაახლოებით 70 სახეობა სპორტის და გვინდა რომ ჩავატაროთ აი ესეთი სრულყოფილი ოლიმპიადა იქნება ფაქტიურად სექტემბერში აქ ჩვენთან თბილისში იქნება ან რომელიღაც ქალაქში ეს საერთაშორისო შიდა საერთაშორისო უნდა ჩავატაროთ შემოდგომაზე ღვთისწყალობით იმიტომ რომ კი ჩვენ სპორტის სამინისტრო გეხმარება. აი მე ჯერ არ გვეხმარება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ დაგვეხმარებიან და როგორც სპორტის სამინისტრო, ასევე ოლიმპიური კომიტეტი და ასე შემდეგ, ეს ჯერ მიდის, ჯერ მოთელვა მიდის და თუ გამოვა ძალიან კარგი იქნება, ამას ვაპირებთ უბრალოდ, ჩემი გეგმაა, ჩვენი გეგმაა, ვინც ვართ ფედერაციაში ყველასი და არაოლიმპიურ სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი ხართ თქვენ და ამზადეთ ალბათ იმ ფესტივალის დაწყებამდე 1-2 კვირით ადრე უცებ ყველაფერი გეგმა გექნებათ უკვე დაგეგმარების პროცესი დასრულებული იქნება, მერეც მოგიწევთ ეს ალბათ შემოდგომაზე სექტემბერში. ახლა მიშა ძალიან დიდი მადლობა თქვენ და მიშა ხუხაშვილმა ახსენა ერთი საინტერესო ფრაზა თქვა რომ ყველა სახეობებში გვაქვს დიდი წარმატება და ახლა მინდა გითხრათ ძვირფასო მაყურებლებო ბევრმა იცის, მაგრამ შეიძლება უმეტესობამ არ იცის, რომ საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა ფანტასტიკური შედეგი დაიწყო სოფლიო ჩემპიონატის მეორე B დივიზიონის ჩემპიონატი, რომელიც ტარდება ახალ ზელანდიაში. პირველ მატჩი ჩატარდა 27 აპრილზე, კადრებს ხედავთ, საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაციის გვერდიდან მას აღებული. 4-0 დავამარცხეთ ისლანდია, ხა წარმოიდგინეთ ისლანდია, სადაც რამდენი არენა არის, რამდენი ჰოკეისტია და 29 არის, ხო? 28-ში 28 აპრილს მეორე დღეს ჩვენ საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა ანგარიშით 5-0 დაამარცხა ახალი ზელანდიის ნაკრები. იქ ახალ ზელანდიაში ის ნაკრები, რომელიც ითვლება ამ მეორე B ჯგუფის მეორე დივიზიონის B ჯგუფის ფავორიტად ითვლებოდა. და ჩვენო ნაკრებმა 2 მატჩი მოიგო 10 აპრილს არის მატჩი, 3 მაისს ტარდება, კიდე 3 მატჩი დაგრჩა ბულგარეთთან, ტაილანდთან და ტაივანის ნაკრებთან. იმედი მაქვს, რომ პირველ ადგილს დავიკავებთ. საერთოდ უნდა იცოდეთ, რომ ფაქტიურად 5 დივიზიონია მსოფლიოში, ეს ჰაი კლასის, მერე პირველი A, პირველი B, მეორე A, მეორე B, მესამე A, მესამე B და კიდე საკვალიფიკაციო ეტაპი და ჩვენ ვართ მეორე B-ში. ფაქტურად ახლა 2 არენა გვაქვს, ერთი აღშენებული სტანდარტული თბილისში, მეორე ბათუმში და საერთოდ საქართველოს ჰოკეის ისტორიას ჰოკეის აქვს 66 წლიანი ისტორია აქვს საქართველოს ყინულის ჰოკეის 1959 წლიდან. დიახ, 1961 წელს პირველი ჩემპიონატი ჩატარდა საქართველოში, 62-ში მეორე ჩემპიონატი, 62-ში 1962 წელს პირველად შედგა საქართველოს ნაკრები და ამ ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა სვერდლოვსკში, ეკატერინბურგში გამართულ საბჭოთა კავშირის სპარტაკიადაზე, მოუგეთ სომხეთს, ყირგიზეთს და დავიკავეთ მე-10 ადგილი. ახლა 15 რესპუბლიკა მე-10 ადგილი, როცა იქ საშუალება არ ჰქონდა. შემდეგ 70-იან 80-იან წლებში იყო, 90-იანში პაუზა იყო, 2004-დან უკვე აღორძინდა ჩვენი ფედერაცია დაფუძნდა ყინულის ჰოკეის, 2009 წელს გავხდით სოფლიო ფედერაციის წევრი, ბოლო 13 წელი გამოვდივართ სხვადასხვა დივიზიონის ჩემპიონატებში, 2018-ში იყო დიდი შედეგი, როცა გადავედით მეორე დივიზიონში და ახლა ვართ მეორე დივიზიონის B ჯგუფში და 2 მატჩი მოვიგეთ ახალ ზელანდიაში.
თამაშობენ ამ ნაკრებში როგორც საქართველოში დაბადებული გაზრდილი ჰოკეისტები, აგრეთვე უცხო ქვეყნებში დაბადებული გაზრდილები, რომელიც საქართველოს კლუბებში არიან, მაგრამ მათი უმრავლესობა ყავს ან დედა, ან ბები, ან ბაბუა ქართველები ყავთ, აი ეს ბორის კოჩკინი ავიღოთ, კოჩკინი, დედამისი არის ბათუმელი ბურდული მარგარიტა და სულ მეუბნება რომ გვარჩუნდა დაუმატო კოჩკინი ბურდული ანდრეი რომანოვია, რომელიც ქუთაისელია, მამამისი ქუთაისელი იყო, იქ ერთი სოხუმელიც არის ვიტალი დუმბაძე. ნუ შედეგები არის და მე ვფიქრობ რომ უახლოეს წლებში უფრო მეტი შედეგები გვექნება, როცა ეს ორი არენა ამუშავდება. ჩვენი გადაცემის დრო იწურება, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ძვირფასო ტელემაყურებელ რადიოსმენელებო, რომ პირდაპირ ეთერში იყო კომენტატორ რეკორდსმენი საქართველოს დამსახურებული ცნელის ბატონ ჯამლეთ ხუხაშვილის სახელობის საავტორო სპორტული ტელეგადაცემა, რომლის წამყვანი ვარ მე, ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია. დღევანდელი გადაცემის სტუმრები იყვნენ საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი ვახტანგ მეიფარიანი. დიდი მადლობა ბატონო ვახტანგ მოგზანებისთვის. საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ბატონი ირაკლი ბართაია. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი და ვეტერანი კალათბურთელი საქართველოს და საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა ნაკრების კალათბურთელი მიხეილ ხუხაშვილი. დიდი მადლობა მიშა გენაცვალე. ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა, გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს. კარგად ზანდებოდეთ. აბაულა.